როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ თქვენი თხოვნებით, აღდგება თუ არა ურთიერთობა. საითმიდი საერთოდ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, მისი ფიქრებიდან, გრძნობებიდან გამოვიტან დასმებს თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. თქვენთან ერთად დიდი ხანი არ დამილევი ეყავა და ჩვენ ჩუმჩანა ფიქრებს გავუმარჯოს გოგოებო. ესეთი დამთხევა ხა შევამჩნიე იმპერატრიცა. ნახოთ, პირველ რიგში აღდგება თუ არა ურთიერთობა და მერე ამასთან დაკავშირებით ნახოთ მისი ფიქრები. რა თქმა უნდა, აღდგება თუ არა ურთიერთობაში, მაინც აუდიტორია დიდია და მე ვიგულისხმებ იმას, რომ ხა თუ არ არის ურთიერთობა, ან კიდე დაზიანებისკენ მიცხო. შეიძლება ისე ეხლაც გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ დაზიანებული იყოს ეს ყველაფერი, ამიტომ თქვენზეც იქნება ეს გაშლა. აღდგება თუ არა ურთიერთობა. ამას დავდებ აქეთ და პირველ რიგში მე მინდა ვნახო, საერთოდ რას ფიქრობს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. რას ფიქრობს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. არის არ მომწონს, რას ფიქრობს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში გამოსავალს არ ყვაურობს, ანუ ეს როგორ რაღაცა იცი. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე ხართ მაინც მოშვებული. თითქოს შენც, მაგრამ რადგან ეს მაინც მასზე ვშლით, ანუ გამოსავალს არ ყვაურობს და ეს არ არის ახლა მისთვის ის თავსატეხი, რომ რა გააკეთოს მაგალითად. თუმცა აქედან გამომდინარე ხარ, რასაც მე ვუყურებ, მისთვის მაინც ეს ურთიერთობა ესე ვთქვით, მთავარი საკითხი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აინტერესებს. ვალა. სამიანი ხმალი. რას ფიქრობს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? თქვენ თვითონაც გეუბნებათ, სამიანი ხმალი თუ როგორი ქაოსია, როგორი ემოციებით, მინიმუმ ემოციებით სავსეა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, თუ კი სადმე მესამე, მეოთხე ფაქტორებია და აქვე კიდე ვიტყვი შეიძლება არ იყოს, რა თქმა უნდა, მესამე, მეოთხე ფაქტორები, თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, უყუროთ, რას ფიქრობს. საერთოდ გული შეტკივა მაინც ამ ყველაფერზე და უკვე როგორია, იცი, მიჩვეული ტკივილი, ეს არ ხდება დღეს, ეს არ ხდებოდა გუშინ, ეს რაღაცა უკვე სისტემატიურად ხდებოდა და კიდე გრძელდება ეს სიტუაცია. თქვენზე ფიქრები სულ აქვს. მაგრამ ამას მოქმედებაში არც ამჟღავნებს და არც უნდა ამის გამჟღავნება, მაგრამ შენ მაინც აქტუალური ხარ მისთვის. მაინც ასურველი ხარ მისთვის. არ ვიცი ხარ როგორ გამოვა აქედან, ესე იგი, თითქოს ისეო, ასეო, არც თითქოს და პირველ ადგილზე ეს ურთიერთობა რომ რამე გადაწყვიტოს, თითქოს ამის თავს არ იტეხავს, მაგრამ შიგადაში კაი ეს შემოტევები ნამდვილად აქვს. რატო არის ასურველი ასე მძაფრად მაინც ეს გოგო? აი რატო არის ასურველი ასე მძაფრად? იმიტომ რომ მდენი რაღაცა წუწუნი მომდის. აი გადაწყვიტა, ნახე, გადაწყვიტა, არაფერი არ შეეცვალა საერთოდ. გადაწყვიტა ეს ყველაფერი. არაფერი არ მოეცა, პირიქით მიეღო. თითქოს რაღაცა მთავარი გმირი იყო ამ ურთიერთობაში და გეგონება რომ მარტო მას ტკივა და მარტო მას უხარია. გეგონება შენ თითქოს სხვანაირი ხარ. ზედაპირული. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ ესეა. უბრალოდ მას აწყობს ასე ფიქრები. არა, ვერ დავიჯერებ ასეა, იმიტომ რომ ასე არ ფიქრობს სინამდვილეში, მაგრამ ასე აწყობს ასეთი ფიქრები და აქ არის კიდე ისეთი მომენტი, რომ როცა აცნობიერებს, რომ მე უშენოდ ვარ უკვე და თუნდაც გავაკეთე არასწორი ქმედება ან თუნდაც სხვა არჩევანი, მე მაინც ხვდები, რომ ისევ შენ ჭირდები, ისევ შენ მიდიხარ. ეს რაღაცა როგორი ეს არის ცუდი ხასიათი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც მსგავს ენერგიებშია და თუ ეს ასე გრძელდება, შეიძლება ხა დღეს დაემთხვა მისი ენერგიები ესე და თუ ეს ასე გრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში მას შეიძლება ინანოს ყველანაირი არჩევანი. ამიტომ მე გირჩევთ აქედან გამომდინარე, რომ ემოციებს არ აყვეთ. რას გრძნობს? მაინტერესებს თავარი გრძნობა, ანუ რას გრძნობს შენ? აი რა არის შენი თავარი გრძნობა? აი, მისი მოვიდა თავისი პოზით. იმპერატორი. რა თქმა უნდა გრძნობა აქვს, მაგრამ არ აღიარებს, არ აინტერესებს. ეს ის მომენტია, როცა ადამიანი ხედავს, რომ აი ამ ქალშია გამოსავალი, აქ არის ყველაფერი, მაგრამ არა, თითქოს ეგონება, რომ ეს ასე არ არის.
რაღაცა საპირისპირო დინებით მიდის ყოველთვის და სულ გეწინააღმდეგება. მე ისეთი გზნობჩება, რომ ფიქრობ, რადგანაც შენ კვერთხის დედოფალი ხარ, ამას თუ რაღაცა თავი უნდა დაუხარო და ზოგს რომ უნდა მეტანიები უკეთოს, ქალებიც არის ესეთი, რომ მე მინდა. სულ ასე არ შეიძლება, შენ გინდა, კარგია, მაგრამ უნდა გაიცნო და უნდა იცოდე ვისთან გაქვს ურთიერთობა. ამიტომ გოგოებსაც და მამაკაცებსაც მოგიწოდებთ, რომ მე მინდათი არ იმსჯელოთ. გააჩნია, მე მინდას გააჩნია, ის აუცილებლად უნდა იყოს თავარი, უბრალოდ სასაცილოდ არ უნდა გამოჩნდეს ეს ყველაფერი. თავარი ეს არის. მართალია ის, რომ შენ გინდა ამ გოგოდან ყველაფერი თვითონ დაგაკლდა ეს რაღაცა ყურადღება. ხო, აი უნდა ეს და ამას არ აღიარებს, ეს არის მისი მთავარი სურვილი, რომ ეს ყურია, რომ ნახე, მე მაინც ისე ვიმოქმედებ, რომ ყველს არ დავტოვებ ამ ურთიერთობაში, მე მოგპარავ შენ დროს, მე ავიღებ შენგან ყველაფერს. შეიძლება მე ამით თავსაც ვიტყვებ და მე ვიცი, მაგრამ ეს მიღირს. ანუ მას სურს ასეთი პოზიციის დაკავება იმისათვის, რომ შენ იყო მუდმივად ტონუსში. არა მგონია რომ ეს ჭრიდეს თქვენთან, იმიტომ რომ მე მაქვს იმედი ამის, იმიტომ რომ კვერთხის დედოფალი ხარ და მაინც მისი აზრით ეს მოქმედებს? მოქმედებს ეს. და თუ კი რამეა დღემდე აქედან გამომდინარე, მოქმედებს. მოქმედებს. ერთი მაინტერესებს ახლა მე რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ამ ურთიერთობის აღდგენა კი აქაც კი არ ინერვიულობ. თავარია ერთმანეთი არ დახოცოთ მერე. იმიტომ რომ არის აქ. მას დაინტერესებს ეს აღდგენა, მას დაინტერესებს მომავალი. ანუ დაფიქრდება. თავარია რა დააფიქრებს, ანუ რა მიიყვანს აქამდე. ჩაფიქრებული კვერთხის მამაკაცი ყავს, მამაკაცი კვერთხის მამაკაცი. კვერთხის მეფე ყავს აქ და მე მაინტერესებს, აი მთავარი, ეს რაზე დატრიგერდება, ეს მაინტერესებს, რა იქნება მთავარი. რომ მოინდომებს ამას ხუთიანი ხმალი. ანუ აქ იქნება როგორ რაღაცა, თუ რამე გაქვს სათქმელი, ოღონდ სწორად გამიგეთ, მე არ მინდა რომ ზოგადად გაშლებში ესე პირდაპირ გადაიზეპიროთ ეს. თუ რამე გაქვს სათქმელი, თუ დროულად უნდა გადახაზო, შენ უკან არ მოიხედო მაგალითად რამდენი რესურსი გაქვს დრო ჩადებული, ამდენი წელი გენანება დაანებეთ ამას თავის დრო არის, რომ სიო საკმარისია, ეს ყველაფერი საკმარისია და უნდა გაჩერდე. უნდა გაჩერდე და არ აღდგება თუ აღდგება, რაღაც მომენტ დაკიდების რეჟიმში უნდა გაუშვო ეს ყველაფერი. მოკლედ, წყენის გარეშე, გადახაზვის გარეშე და ყველაფრის ამოთქმის გარეშე აქედან ეს ადამიანი ვერაფერს ვერ მიხვდება. თმენა ამ ადამიანთან გამოსავალი ნამდვილად არ არის. რაც უფრო გაღიზიანდება, რაც უფრო გაბრაზდება და არ გაუვა მისი, უფრო კარგი იქნება. ამდენი უარყოფითი არკანები ჯერ არ ამოსულა, მაგრამ მაინც ენერგეტიკულად რაღაცა დამაზიანებლად არ მოდის ეს ყველაფერი. არ მოდის ხო? ორივე მხარე ძალიან ემოციურია. ვინ როგორ ამჟღავნებს, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ აღდგება თუ არა და ურთიერთობა აღდგება. თუ გონიათ რომ დაწყვიტეთ ერთმანეთი და всё, ну, ყოველ შემთხვევაში ზოგადი გაშლების მანდლით ასე ჩანს და ჩვენ ვერასდროს ვერ ვიტყვით ძალიან იშვიათად რომ ვთქვათ რომ არა, всё. რომ როცა ადამიანი ამბობს всё, აი მაშინ მოდის გამოცდა, საერთოდ არ გამოცადოთ არც ერთმანეთი, არც საკუთარი თავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ მე ამ გამოცდას ვერ ვაბარებთ. მე პირადად ბევრჯერ დამიტესტავს ეს საკუთარ თავზე და რა თქმა უნდა, ამდენი გოგოებიდანაც რომ როცა მეუნებიან ეს მე სულ ვიცი, მე ვიცი შენ რას გააკეთებ. ამიტომ არ გამოცადოთ ერთმანეთი. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ყველაფერი ნორმალურად იქნება. თავარი არის, აი რაც არის ყველაზე მთავარი აქ, რომ მე ვფიქრობ თავარი შეცდომა არის. ჩემას ვამბობ, უბრალოდ და თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოусმინოთ ამას. დროულად უნდა გამოხატო შენი ემოცია, უარყოფითიც და დადებითიც. თუ შენ უკვე რაღაცნაირად იზღუდები და რაღაცა მოусვენ ერთხელ და ბევრი ინტერესი გაქვს, ესე იგი ეს სიტუაცია აუცილებლად რაღაცა გამოსასწორებელი, ანში უნდა დაიხიო, ან რაღაცა უნდა მოხდეს. არ უნდა შეხვიდე ისეთ ურთიერთობაში და არ უნდა გააგრძელო ისეთ ურთიერთობაში ყოფნა, სადაც არ არის გამოთქმული ეს სიტყვები. ის კი არა რომ ჩვენ ასე ველაპარაკებით ერთმანეთს მაგალითად, ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ხო რაღაცებს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, ეს არაფერს არ ნიშნავს. მანაც უნდა თქვას ყველაფერი და ასევე თქვენც.
ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომ რადგანაც მე ესე გავაკეთე, ეს ამას ნიშნავს. შეიძლება თქვენთვის ნიშნავს, მაგრამ მისთვის არ ნიშნავს. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მინიშნებას მაგალითად ვერ გებულობს. მართლა ვერ გებულობ. მე რომ მინიშნებას მივხვდე, ესე იგი წარმოიდგინეთ, ეხლა ეს როგორი სიტუაციაა, იმიტომ რომ მე იმიტომ კი არა რომ ახლა არ შემიძლია, უბრალოდ მეზარება ფიქრი. როცა შეგიძლია ადამიანმა თქვა ყველაფერი პირდაპირ. აი ესე. ხო და მეც ამის მომხრე ვარ და ზოგადად ამერთლებს. მაგრამ თქვენ როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის როგორი ცევის მოდელი გაქვთ და წარმატებებს გისურვებთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, მე ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით მოიცა რა ჩქარობს. რაჩქარობს. თუკი შეგიძლია სიყვარული, მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია და მე სულ მაქვს ჩემი პასუხები თავში. ზოგს კი ვეუბნები, ზოგს არა. თუ შენ შეგიძლია ურთიერთობაში გასცე ყველაფერი, ხო არის რომ გოგოს ეკითხები, მაგალითად, ან თვითონ ამბობს უბრალოდ, რა საკეთებ ურთიერთობაში, მე ვაკეთებ ყველაფერს. და ეს არის არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც შეუძლია გამოამჟღავნოს, აი ესე, ამის ფუფუნება, რომ შეგიძლია გამოამჟღავნოს შენი გრძნობა, ემოცია, ეს არის არაჩვეულებრივი, რომელიც მე შემიძლია, მაგრამ არ ვაკეთებ არასდროს, იმიტომ რომ ძალიან წამგებიანია ჩემი აზრით ეს. ძალიან უნდა გაგიმართლოთ. პირიქით მე გამიმართლა, მაგრამ მაინც არ ვაკეთებ, ხო, ესეთი ადამიანი ვარ. და გოგოები როცა ამბობენ ამას, ხო? სულ არიან ძალიან გულდაწყვეტილები და ზუსტად ეს ის ვარიანტი ამოვიდა აქ, რომ თუ შენ ყველაფერს აკეთებდი, ხო? ეხლა გავუკეთე საკუთარ თავს. აი მოსინჯე, მერეც ისმის კითხვა როგორ? აი როგორც იმას უკეთებ ყველაფერს, რაღაცა არ გინდა და მაინც შენს ტკივილს აბიჯებ და რაღაცას აბიჯებ და აკეთებ მისთვის და გინდა და გიყვარს ეს ადამიანი ზუსტად აი ამ პოზიციაში უნდა ჩასვა შენი თავი და ამას გეუბნებათ, რომ დროა ყველაფერი უკვე საკუთარ თავს უნდა გაუკეთო და თუ შენ კითხვას დასვავ რა გაუკეთებ ბოლოს საკუთარ თავს, რა თქმა უნდა მე შოპინგს არ გულისხმობ. მე ვფიქრობ, მაშინ მიიღებ პასუხებს. დროებით გოგონებო.